Hello, Sastavi მოგესალმებით ყველას, მეგობრებო, დათასულების მეხუთე სეზონის მერვე სერიის რეაქტით. სარყურებას დაიწყებდეთ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ აუცილებლად ეს ჩემი არხი, რომელიც ბევრს არ გაქვთ საკვენას არხი გამოწერილი და აღწერაში არის შემოქმედის არხი, ვიც არის ამ ანიმეს შემქმნელი ჩვენი თმა და მეგობარი და აუცილებლად მასთანაც გადადით და თუ კიდე არ გყავთ, გამოიწერეთ. იაპონიამ გაიგო. რო აღარ გვაქვს. აბა რა ხდება შემდეგ სერიებში? შევიქმნე. მზადება დაიწყეთ პროექტი ლეგიონისთვის. ბალდუს რობოტებზე არ ჭრის, მაგ შელოცვაი. ისო მოკლედო ბევრი შენობაო და ამტრიეთო და ამიტომ დანაშაული რო გამოისყიდოთაო რობოტების წინააღმდეგ გამოძიებას უნდა უხემძღვანელოთაო რა. კი ბატონო რა პრობლემაა? ვირიშვილებო. რევარს მან რა გინდათო? აუ ეხა გამახსენდა მაგრა დამთავრდა მეშვიდე სერია დიდი რობოტი რო გაიჩიტა ხო ოჯახს გვეკუნა დაიბრიდე მამა ჩემა კუბოც კი შეუკვეთა ეგ მამა შენი არა დროზე შემოდით პრობლემა გვაქვს დევიშვილს ბულდოზერი და უქირავებია საბურებლადა შეაჩერეი მერე 5 წუთი გადარჩა ბატარეის ბოლომდე ავსებამდე პროექტი ლეგიონი უნდა ამოქმედდესა და კოკე დროზე თრავა და ეს სახლი მიწასთან გაასწორე აი ესე დამთავრდა ლეგიონი იწყება აი ესე დამთავრდა აბა ნახოთ რა მოხდება ეხლა რაც აი ერთი და სამი რაღაცა ხდება მოგესალმებით, მე ანტონ კუტუწელია ვარ და გამოშვებას საშინელი ახალი ამბებით ვიწყებთ. სოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის თარსულაში, ვხედავთ გიგანტურ რობოტებს, რომლებსაც სავარაუდოდ რობოტთა ბაზები აქვთ გამყარებული. მათ წინააღმდეგ მიტანილი იერიშები უშედეგოდ მთავრდება. ისინი იგერიებენ ნებისმიერი ტიპის შეტევას. მედენიოტონ ჩაეტენე ფოგიერა და ჩატენე ბომბი მართლა ჩაეტენა ხანდახან რობოტები ნასროლ რაკეტებს ისხლიტავენ, რომლებიც ნაწილებად დაშლილი ქვემოცვივა და ერთი მომხვდა აი წვიმში და რაღაცნაირად ეხაც მეწვის. თუმცა ეს ყველაფერი არაა, მიწაზე რობოტები დათარეშობენ, ზოგი ორიგინალი ფორმით, ზოგიც კი ადამიანად გადაცმული. თუ ხედავთ ადამიანს, რომელსაც შავი თვალები და წითელი გუგები აქვს, მაშინვე გაიქეცით. თუ ჯერ კიდევ სახლში ხართ, ეცადეთ დაცული ადგილი იპოვოთ. ჩვენი ტელევიზია მიწის ქვეშ დაცულ ადგილასაა და ახლა ამბებს აქედან მოგაწვდით. თუ ახლა გვიყურებთ, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ოი, რა სიძე. ბიჭები სად არიან, პიზდეც, სრული შეტევა დაიწყეს რობოტებმა. ჩუ, დავიმალოთ. სიგარეტი ჩაახრეო, იგიც ზვირიანი მაქვს მეგობრებო. მე რამდენი ესეთი რობოტი შეგხვდა. ესენი ალბათ სპეციალურად მოძრაობენ მიწაზე, თან ხმაურობენ, რომ ყურადღება მიიქციონ და მიხვიდე. ახლა დავფიქრდი, ისე და ამათმა რო ყველა ნაშა ჩაანაცვლონ, მერე რა უნდა ვქნათ. რავი? უნდა ვანძრიოთ ალბათ. მამით ისედაც ეგრე არ ვართ. გაი, მაშინ კიდია. აი, მოკლედ დაცული ადგილი გჭირდება, სადაც დავждებით და რამეს მოვიფიქრებთ. ამ სახლში შუქი არანთია, სავარაუდოდ არავინა. წამოშევიდეთ. ფუ, კარი ჩაკეტილია. პანჯარა ჩავამტრიოთ ქვით და გადავძრევით. პანჯარას ხელი ბიჭო. ადამიანი ხარ? ადამიანი? ჩესტი გაინტერესებს? გიჟია მგონი, წავიდეთ. ცოტა ხნით შემოგვიშვით რა, დაცული ადგილი გჭირდება გეგმის მოსაფიქრებლად და წავალთ. პოზები ხო არ ხართ? არა? მეთქი, პოზები არ იყვნენ თქო, მაგათ სახში ვერ შემოუშვებ, ცუდად არ გამიგოთ რა, ქურდობა მინდა, პამიდორი მენატრება. კი, გვესმის. შემოდით, თქვენს გარდა სხვა ბავშვიც მოვიდა ცოტა ხნის წინ. ტურამ, განძაიღე, ჩვენი პლანეტაც განძაიღე. აი უკვე ისე ჩვეულებრივად ვარ, აპოკალიფსი რო იწყება, ვაფშე დროსი კითხვა არ ვია, რომ მაგას ვფიქრობ. პირველ რიგში ნუმღერი, როცა მედიტირებ, ჩემ ბიოველში იჭრები და მეორე, აპოკალიფსი არ გეშინია და მეგრელებზე ეგრე გიფართხალებს გული? მიფართხალებს არა შალახოცებავს კიდე. ხმა გესმით? შამანის ხმა, დაუძახოთ, კაცო, იქნებ ახლა მაინც მივკურნალოს. არა, პოლიკ, მოიცა, ჩუმად იყავი, ხმა არა მოიღო.
მე რა გამიქეთეთ მითხრა. ოი, იშლა ყოფილა. არ არსებობს. ოპა გიპოვე კინაღამ გაგწოვა. რა ქნა? გაგწოვა. აი, მითხარი რა კომასტერებს ისუნთქავ მეც მომინდა. ეს ინიციერი ცხოვრების გარდა არაფერს არ ვისუნთქავ მე. აქ ვერ დავრჩებით. რესურსები გჭირდება. ჯობია ვიმოძრაოთ და უკეთესი ადგილი ვიპოვოთ. კაი ხო, წავიდეთ. ისე შეთვის ის ისტორია მომიყოლია, პაჭოს რო ტრაქში ქვიშა შეეხარა. ზე პირად ვიცით უკვე ზბა მაუგლი. აუ, ოღონ თქვენ არა. ოღონ თქვენ არა. კაი, დამშვიდი ბიჭო, პოლიკა არაა ჩვენთან ერთად. ნუ პოლიკა თუ არაა, კიდე არა უშავს. თავარი შარიეგაა სულ. შენ აქ საიდან მოხვდი? როგორც თქვენ, ისე მეც. შიშით, ოდიალით და არასწორი გადაწყვეტილებებით. ნუ გასაგებია, სახლში კიდევ არის ვინმე ბატონო? არა, არც ცოლი, არც შვილი ან რამე? სჯობს მარტო ხელამგელი იყო, ვიდრე ცხვარი ფარაში. იასნა, არც მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას. რა დროს ეგ არის? სანამ სიწყნარეში ვართ, აბა? რას ვაპირებთ? ჩვენ? ხო, ჩვენ, აბა ვინ? თქვენ სულ ეგრე ფიქრობთ ხოლმე? რამე რომ მოხდება, აბა, სამყარო გადავარჩინოთო? აბა რა უნდა ვქნათ? რავი ძმაო, აცადეთ მსოფლიოსაც. იქნება ჯარი გამოგვყავს, იქნება მეცნიერები ფიქრობენ და გეგმებს სახავენ. თქვენი უცნაური ეგოა რა ეგ, რომ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ყველაფერი. რამდენად დიდი გმირის თუ მესიის კომპლექსი უნდა გქონდეს, რომ არ შეგეძლოს უბრალოდ წყნარად დაჯდე და გადარჩენას დაელოდო. მაგიტო ხარ სუშარში. ნეტა ერთი რა იცი რა, ადრეც რომ წყნარად დამჯდარიყავით, ახლა ცოცხალი არ იქნებოდი. მაგრამ ახლა ცოცხალი ვარ და ჩემს მოკლას რობოტები ცდილობენ. დიდი მადლობა ღმერთო და პაჭო. თუ არ გინდა ნურაფერს იზამ რა. თქვენ სამაზრზე ხართ? მე იმგვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არჩევია, გლის მგლობა, წესია. არა, ისე თქვენ თუ გინდათ დარჩით. რავი. კაი და რა გეგმა გაქვთ აბა? მოკლედ, რობოტები ორჯერ დავამარცხეთ. ერთხელ მოჯადოებული ჩატლახური დიალოგით, მაგრამ მე კარტი პოლიკას ჰქონდა და აზი არ ვარ საწაიღო. მანამდე კი მაუგლი შენც იქ იყავი, გახსოვს? პოლიკას ჩამნაცვლებელი რობოტი აკუსტიკის გიტარებით რომ გავთიშეთ. და ეგ გიტარები სადაა ახლა? ჩემს პადვალში. მაგრამ სახლამდე გზა საკმაოდ შორია და სახიფათო. ბატონო, სახლში არაფერი გაქვთ, რითიც თავს დავიცავთ, ან ფიცრები, ან ბარი, ან რა ფიცრები შვილო? იარაღები მაქვს. გელს იარაღი არ უნდა, მაგრამ თუ საჭიროა, გაისვრის. ის არა მაინტერესებს, იცით? აი, ადრე მგლის ფოტოებზე რომ რაღაც ტექსტებს აწერდნენ ხოლმე, თქვენ ხომ არ იყავით ეგ? ეგ იყო უჩვენე ой პოლი, მაგის დროა ახლა? რა ლაპარაკია გითხრა 21 საუკუნეში? ისე აქავრობა კაი ნალეწია, ეთყობა ბომბი ჩამოვარდა ან რამე. ნუ გოტრონი. ტრაქტორი? ამას მე არ ვაკეთებ. რას არაკეთებ? მოუსმინე, შეჩემა. მისტიურობ და პროფესორობ დოქტორივით. რას არაკეთებ? აი მაგას გოიმივით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ სატრაქში ვართ. ნუ გოტრონმა დამჰაკა. ჩათვალე ვირუსი გაგვიკეთეს. კორონა? რა კორონა ბიჭო? ქსელში ვარ. ჩათვალე ლაბირინთია და სანამ გასასვლელს არ ვიპოვით, სხეულში ვერ დავბრუნდებით. აბა ახლა ისევ ქუჩაში ვგდივართ? კი, თან დაუცველები. რობოტებმა თუ მოგვაგნეს დამთავრდა. ამ ვირუსის მიზეზი ზუსტად ეგაა, რომ დრო მოიგონ და ჩაგვანაცვლონ. ნუ მე დამიჭირონ შენ ჩაგანაცვლონ. ლაბირინთის ტიპის სქემები ჩემთვის უცნობი არაა. ამიტომ ჯობია გასასვლელის ძებნა დავიწყოთ. რაც მალე დავბრუნდებით ჩვენ სხეულში, მით უკეთესი. ვინ არის ეს პროფესორი? არ წაიღოთ ვინი? წავიდეთ ძმა, მე წხვდები, რა წმინდა ამდენი ახსნა. ბიჭო, გაიოს და ნუ გოტრონი ვინ არის? აი, მამა შენი ვით ჩაანაცვლა. თავარი რობოტი. ხო. რობოტოს, ეს რა ადგილია? არ ვიცი პოლიკ.
მოდი ვეღადაოთ ვინმეს. ბოლოს დედამიწაზე როდის იყავი? არც მახსოვს ბოლოს აქ როდის ვიყავი. მოდი აი. რას ერთი ჩემასკებ შენ ხო არ გაღაშღაშებს? დროზე მოგდივენ გონ. ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, მე სპორტული მანქანა კი არ თუ შენ ფუტკარი ზე დაისვი ვინმე ჩუმად ვიდეოებს გვიღებს თუ როგორ გავიგო ეს ყველაფერი? ვითვალ თვალები. TikTok-ში გაიჩიტნენ რა. ოპა, ესენი შეიძლება. ერთი არის და სამი აღარ ვცადეთ ტვინი გამისკდება სადაც არა ამ პატარა მოსიარულე რობოტებს კი ვერევით, მაგრამ ეს ბაზები დიდი რობოტების ქვეშაა და იმათ ვერ ვუყერყებთ ვერაფერს. თან მაგრად მშია. ეს ომია ბატონებო. ცხოვრების მანძილზე არაერთ ომში ყოფილ ვარ. არ უნდა მოდუნდეთ ეხლა და არ უნდა მოეშვათ. იმიტომ რომ ომში კაც ანკლავიან, ამხდენ. და შენ რო გიქნეს? მე მომკლეს. მოკლედ ასეთი რაღაც მოვიფიქრე მე, რადგან ჩვენი დიდ რობოტს ვერაფერს ვუხერხებთ და მათ ბაზებს ვერ ვანადგურებთ. მოდი ჩავბადეთ. რო? ხო, თვითონ აგვიყვანენ ბაზაზე და მე იქ ვიჩალიჩოთ რამე. აფსუს, წამომიღო ჩემი 4-იანის ბაზა შიგნიდან, გადაულიდი, გადაბუხავდი. და იქ რა უნდა ვიჩალიჩოთ? ბიჭო, მარტივი ლოგიკაა, თუ გარედან ვერ ანგრევ, შიგნიდან დაანგრიე. კარგი, მაშინ დავყაროთ იარაღი და ჩავბარდეთ. კაი. მოკლეთა თქვენ სიშტერესა ბოლო არ აქვს. ჰა? ხო გინდოდათ ჩაბარებაი. ხო და არ გაინძრეით ახლა. აი კეტა, მე. რობოტი აჰო, ხარ, ბიჭო? ესეც იყო რობოტი ვარ, მა. რა გაგიჭირდა ესეთი ეს ტრაკის სახიანი დევი რო არ ჩაგენაცვლებინა? თქვენა თარსულას ბაზაზე გაგიშვებთ. აქა მაინც ტყუილა ხართ. შედითა. ოპა. ბატონო იმაილ, გაიოს? რამდენი ხალხია? დევი აქა? დევი, ბატონო დევი? არა, აქ არა. 1 2 3 საჭანტაბაშია კი მარა ეკაცი. მართლა სად არის? აქ სად ჩამოვედი? ოპა, იპოვეს. ნუგოტრონს მუღალადის ნახვა ძალიან გაახარებს. დირე, აჭო, კიდევ კარგი მოხვედით. ადამიანებო, დაპირისპირებას აზრი არ აქვს, ხელები აწიეთ და ჩავბარდით. კაროჩე, უნდა დავხოცოთ? მე იქი არაფერს ვერ ამოვიღე, სადაც ვერ გავისვრი. რავი, ფეხებში რო ესროლოთ? ადამიანებო, ჩვენ ვერ გავიმკლავდებით, ზედმეტად სუსტები ხართ. მე არ მოვითხოვ სიყვარულს, მაგრამ პატივისცემა მოგიწევ. ეს ვარ დახუჭილი რა ეს რაკაცია. ეს რა ვნახე ბიჭო? ვინ მიღებს ამ ვიდეოებს ან რა TikTok-ები იყო ეს? TikTok-ზე ჩემი თავი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ისმინე პოლიკ. ძალიან უაყვევი მაგაზრებს, კაი? ნუგოტრონის მოფიქრებული იქნება, რომ ჭკუიდან გადაგვიყვანოს და შოკის გამო გზა ვერ გავაგრძელოთ. არა მგონია ვინმე გვითვალთვალებდეს. ნუგოტრონი. დაუძახეთ იშლა ნუგზარა და ეგ იქნება რა. ნუგოტრონი არა ის. მაგრამ ბიჭო, ისეთი ვიდეოები იყო, მაგ დროს ნუგოტრონის სულ არ იყო აქ ვარღა და ჩემი რეაქტი გაიჭიტა ბრატ. აგერ კიდე შეხედე რა დათარსულები ეპიზოდი 7 რა ხდება? დამშვიდი ბიჭო, დამშვიდი არა ყო მაგაზრებს. გასასვლელი რომ გამოჩნდეს, ამ ყველაფრიდან ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავიტანოთ. რაზე აბა? კიდე ხუმრობა გითხრა? ორიგინალი გაიოზი, რო ხუმრობას ამბობდა, ირგვლივ მცენარეები ჭკნებოდნენ სირცხვილისგან. ერთხელ კი ნაღამხედა მეცა თავში. არა, მე უკეთესი ჰუმორი მაქვს. აი ხო, ნუ მიდი, იხუმრე. სად სვამს ამაღლებული ადამიანი ჩაის? სად? ჩაში. იგივე რომელმა იხუმრა? გადარჩნენ. მაგრამ ესე დაბრუნდა. პოლიკ, დაბრუნდი? ვა, მეგრელო? მადლობა ბაჭო, გადაგვარჩინეთ. რობოტოზმა ისე იხუმრა, რომ მატრიცა ჩამოგვემხო თავზე. აქ ძალიან ბევრი გვიტევენ. ჩანდაბა ნახე, იქიდანაც მოდია. გინდა გითხრა რა იღადავა ამ ბრიქვმა? რა დროს ეგა? არა, მისმინე. საცვამს ამაღლებული ადამიანი ჩაის. სად? ჩაში. იხუმრა. გაითა ხო, საკმარისი აი. იშლა ნუგზარა.
რა საჭიროა აირო? ჩვენი მხრიდანაც თქვენაირი რესურსი გავწუროთ. ნუ დაგვახოცინებთ თავსა. ო, მოვიდა. თასულას დოქტორი სტრეინჯი, ბრატ. მაგარი კაცია. მე მეწოხოდნე სკოლაში ბედინას განგსტერს. რა, ბუხოია თან. ეგეზე. ტრალია. გასაგებია. სხვა გზას არ ვიტოვებენ. დაუმიზნეთა. რომელი ჯობია იზი? უჟი, მე მინახულა ღმერთმა. ასე მითხრა. ექსეზი გაიჭიტა, ხო არ გადაო, ბრატ. აუ, რა მაგრამ ჩემი ბავშვობის სიმღერა გაიჭიტა, ბრატ. საღულშე მოქმედი. იმენ ექსეზი ჩართო. რა დაემართა, ბიჭო? მაჯიკა, კონცენტრაცია მოიკრიბე და ჩემს სახლში წაგვიყვანე. არ მოგიტყნა. აუ, ჩემი რაგასულია. ჩემს სახლში წაგვიყვანე, პორტალი გახსენი. ვერა, მე წვერ დავლევ. შანსი არა, შანსი არა. პორტალი. ეგ არის, წავედით. გიტარები დავითრიოთ. აუ, უეჭველი სადაც სტრატი. სადაც წაიყოს, ხო გითხარი. აი, სად არია, ბიჭო? რატო? დაწანწალებ მარტო კუჩებში, ან საკეთებნელობნებში კვდებზე. ფიქსეს ღერის. სად არია? დროში ამათვის ხედავს. ჩემი თვალები. დროში გადაიყვანა, ბიჭო. ციდა აპოკალიფსში გადაიყვანა მგონი. სეზონი 4 ეპიზოდი 6. ხო, ძველი სერია. კომოტობა, ისა სნაიპერი მინდა. სნაიპერი? ხო, თან აი შორმანძილზე რო ისროდეს რა. კარგი, ამოდოზე რა სიტყვია? სნაიპერი 480, ერთ-ერთი საუკეთესოა თავის არხში. ანუ ამით ერთი შენობიდან მეორეზე ვთქვათ, ანუ განა მართლა, ანუ აი ვთქვათ, ერთი შენობიდან მეორეზე რო ტიპს რო მიაღწევს? რა მიზნი ყიდულობ იარაღს მეგობარო? თავდასაცავად. ხო, თავდასაცავად, აბა, დიჟები ხო არ ვარ. იარაღი ვიყიდოთ და ვინმე სპეციალურად ვესროლოთ. ხო, კი. კაი, მოდი მაგ იარაღს ავიღებ და კიდე რა მაინტერესებს, იცი? რამე ისეთი ტყვიები არ გააქვთ, აი რომ მოხდება ტიპს და რომ დააძინოს რა. კი, აი ტრაკულიატორი გვაქვს. ეს ვისაც მოხდა ძმაო 2 წელი კომიდან ვერ გამოვა. თავდასაცავად გინდა ხო ნამდვილად? კი, თავდასაცავად აბა. კარგი, არაა პრობლემა. უბრალოდ იარაღის ტარების მოწმობა დამჭირდება და ფსიქოც რომ მომწე. ასევე ნასამართლეობით ცნობაც ჩვენ პლანეტაზე ითხოვენ და ხუმრო, კაცო, ხუმრო. იარაღს რო ასე ნორმალურ ტიპებზე ვყიდეთ ჩვენ და უსამართლო ხალხს არ ვატანდეთ, ამდენი დანაშაული ასე ჰაერიდან კი არ მოვიდოდა. ახლავე შეკითხვამ და გაგატან მეგობარო, დამელოდე. კაი, მადლობა. რა უცნაური ხალხია. ბიჭო, ძველი ეპიზოდი რა თქვა? ვიწავიდა. უი. გაუმარჯოს. კურიოზი. შემთხვევით რაღაც პლანეტაზე გავიჭედე. სავარაუდოდ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები უკვე შეამჩნევდნენ, რომ გავქრიდა ჩემს გადასამჩნევად. აი, რეალური სად არის, რო ვიკითხე. მაცხოვრებლები არ არიან ცუდი ხალხი. რაღაც საჭმელს მაძლევენ, რომელიც სულ ყვირის. არ ვაპირებ ჭამას. ვიდეოების გადაღება გადავწყვიტე. მაშინ ჩაუნაცლებიათ, ბიჭო, ხა დავამუხამე. მილიონობით გამომწერი მეყოლება. იქნებ ეგრე მაინც ვიშოვო ფული. ფული გასვალი მაქვს თან 63 ლარი. ტუალეტები არ არის. საერთოდ. როგორც აღმოჩნდა, ეფსიკელები არ იმას შვებიან, მაგრამ მე რა ვქნაბე? 3 დღეა. მოკლედ თუ ეს ვიდეო უცებ შეწყდა, იცოდეთ რომ ზუსტად იმას ვაკეთებ, რისიც ყველაზე მეტად მეშინია. აქამდე ვერავინ ვერ შეამჩნია, კი მაგრამ რომ გავქრი, დანაბრაზდები, წინს უბრალოდ. თან საჭმელი არის შოება აქ საერთოდ. ლოკალურ რელიგიას შევუერთდი. უფასო სენდვიჩებს არ იგებდნენ თორეგან არამე. უბრალოდ სენდვიჩი იყო კარგი, მშიოდა და მარტო ვარ და ეს დასაცმელი საკმაოდ კომფორტულია. თან რჩეულ ნომერ 47-ს მეძახიან. აბა
ვაფასებს ხალხი. მნიშვნელოვანი პერსონა ვარ. ჩემი სხვა შეწირვა სადეს. მაგრამ კიდევ იმ სენდვიჩზე ვფიქრობ, რომ მაჭამეს მქონი ცოცხალი იყო. ახლა ისევ საჭმლის გარეშე დავჭი. მაგრამ ვიცი რომ საკუთარი თავი არ უნდა დავკარგო და ცუდ აზრებს არ აუყვე. ყვირა და საჭმელი ვჭამე. ყვირილი შეწყვიტა როცა გააცნობიერა რომ არ გუმრობდი. ისე მაგარი ბანძი გემოქონდა. 10-დან ასე 6-7 დაუწერდი. არავინ მოდი ხარ საშველა? აი, მეცაცხარი. აი, მეცაცხარი. შემეცოდა ბრატ. ანუ თარსულად იმას ეფსიკაზე რო იყვნენ, მაშინ ჩაუნაცვლებიათ. პაჭოს мама და ის ორივე რობოტი, ხო, ნუ ყველა საინტერესებდა სად არის. აუ, საღოლ ბრატ, კარგი იყო. წიკინი 2 თუ 3 სერია აქვს დასარიაქტებელი. ოპა, მაინტერესებს მაგრამ ახლა ასე და დავამონტაჟო, დავდო და ჩენი მერე. თუ მოგეწონათ ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ მებო და ჩენი სხვა ეპიზოდები რაც კი არის მაქვს დარიაქტებული ყველა, უკანო რაც სერიები და სეზონები არის აღწერაში იცოდეთ და თუ დაინტერესდებით ჩაუჩეკით. მე კიდე ის ყოველ დაგებშიდობებით მომავალ ვიდეომდე. სასტავი.